ყველას სალამი და მადლობას გიხდით დღეს მოსვლისთვის. ვინდა სოვს პირველ კითხვას? მინდა რომ პირველი ელიათი დავიწყო თუ შეიძლება. ილია, მინდოდა ფანების რეაქციაზე მეკითხა. ძალიან ბევრი დისკუსია მიმდინარეობს, რადგან ფანების საყვარელ მებრძოლს ებრძვი. იმედი გაქვს, რომ ამ ბრძოლაში ხალხი გაგამხნევებს, თუ ბოროტმოქმედის თამაში გსიამოვნებს. ამას მიჩვეული ვარ. სიმართლე რომ ვთქვათ. ერთადერთი რისი იმედიც მაქვს ისაა, რომ შაბათს ბრძოლით ვისიამოვნებ. სულ ესაა. ჩარლზ UFC-ს ისტორიაში ყველაზე მეტი ფინიში აქვს. თუ როგორც ამბობ, მას პირველ რაუნდში დაასეირებ. ეს სხვა დივიზიებს და მთლიან UFC-ს რა წერილს გაუგზავნის. ღმერთო ჩემო. მე მისი დაფინიშება კი არა, მოგება მინდა. სწორედ ამისთვის მოვედი. მინდა ხელაწეულმა მოვიგო. ამისთვის მოვემზადე. ილია, შენზე რა სიტყვი? თუ შენ ან ჩარლზი მოახერხებთ პირველ რაუნდში დაფინიშებას, ეს შენ შთამომავლობაზე რა გავლენას მოახდენს? მას გამარჯვება უნდა. ვიტყოდი, რომ ეს ძალიან ვირტუალური აზროვნებაა. მაგრამ Vamos galera, arriba, vámonos! ჩარლზისთვის ერთი ბოლო კითხვაც. ჩარლზ, შენ UFC-ში მანამ იყავი, სანამ ილია პროფესიონალურ ბრძოლას ჩაატარებდა. ასეთი სახის ბრძოლაში ეს გამოცდილება შენი აზრით რას ნიშნავს? მეგობრებო, ეს ეტაპებია და ყველაფერი ფაზების მიხედვით მიდის. და თუ გგონიათ, რომ თქვენი შეძახილებით მე მტეხთ ძალიან ცდებით. მე თვით ცეცხლში ვარ გამოწრთობილი და ამ ყველაფრისთვის მზად ვარ. ერთი კითხვა დანასთანაც მექნება. დანა, ვიცი, რომ UFC-ს ესპანეთში ჩატარებაზე ლოგისტიკური პრობლემები გაქვთ, მაგრამ თუ ილია მოიგებს, თქვენ დაუმარცხებელი ორი დივიზიის ჩემპიონი გეყოლებათ. რამდენად იქნება თქვენთვის პირადი მიზანი, რომ ეს ყველაფერი ესპანეთშიც მოხდეს? ნუ, ესპანეთში წასვლა ჩვენც გვინდა. იქ წასვლას კოვიდის შემდეგ ვცდილობთ. ხომ, იქ რაც შეიძლება სწრაფად გვინდა რომ წავიდეთ. ჩარლზ ოლივერა. ჩარლზ, ამ კვირას კიდევ მეტი სურათი ვიხილეთ იმისა, რომ თქვენ და თქვენი გუნდი ცდილობდით, რომ წონაში დაგეკლო. ასე რომ გვაინტერესებს, როდის დაიწყო ეს ყველაფერი? როგორი გრძნობაა და რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი გუნდი თქვენთვის? ეს არაა გუნდი, ეს ოჯახია და ეს რამდენჯერაც არ უნდა ვთქვა, სამწუხაროდ მაინც არ გესმით. კითხვა ილიას. ილია, ამ შაბათს ქამარზე თუ გაიმარჯვებთ, ორგზის UFC-ს ჩემპიონი ხდებით. მხოლოდ 9 ბრძოლაში. ეს როგორ აისახება თქვენზე, თუ ასეთ მოკლე დროში ამ ყველაფრის მიღწევას შეძლებთ? ვიფიქრებ, რომ საუკეთესო ვარ. რომ საუკეთესო მებრძოლი ვარ სამყაროში. და საქმე იმაში არაა, რომ თუ გავიმარჯვებ, მე აუცილებლად გავიმარჯვებ. პირველ რაუნდში დავაფინიშებ. ბრძოლამდე ყოველთვის ასე ლაპარაკობდნენ ხოლმე, მაგრამ მის შემდეგ იცით რაც ხდებოდა. ერთი კითხვა დანასთვისაც მაქვს. დანა, ბრანდონ როივალის და მაინელ კაბის ბრძოლა ქვემსუბუქის ტიტულის გამოსათიშად ტარდებოდა. როივალის და ჯოშუა ვანის ბრძოლა იქნება შემდეგი. აბა დანა. მან ახლა იკითხა UFC-ში ყველაზე უპატივცემულო მებრძოლი ხარ თუ არაო. ვფიქრობ ამაზე დადებითი პასუხი უნდა მოგცე. ხვდები რაზეც ამბობ. და ასე იყო ჟოშ. დამატებით ბონუსსაც მივიღებთ. გავაკეთოთ ეს მაო, გავაკეთოთ. გისმენთ? კითხვა ილიასთან. ილია, ხაბიბმა ახლახანს თქვა, რომ ისლამთან ბრძოლამდე მას ჩარლზთან უნდოდა შერკინება. შეერა რომ ჩარლზს დაამარცხებ. რა სიტყვი ხაბიბის კომენტარზე? და როგორ გგონია, რატომ უნდა რომ ისლამამდე ჩარლზს შეებრძოლოს? სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს. მოკლედ, თქვი რომ ვოლკანოვსკის ნოკაუტში ჩააგდებდი, ისევე როგორც მაქს ჰოლოვეის. ახლა კი ამბობ, რომ ჩარლზსაც პირველ რაუნდში იგივე ბედი ეწევა. ამ სპორტის ლეგენდების დანოკაუტებით სიამოვნებას იღებ. რა თქმა უნდა, რადგან თუ ლეგენდების ლეგენდებს დაამარცხებ, შენს დროთა განმავლობაში ლეგენდა გახდები, როგორც დანამ თქვა. კითხვა ილია თოფურიას. მერაბი აქ არის და მან 2 კვირის წინ მისი ტიტულის ბრძოლა მოიგო. როგორ იქნება ხალხი საქართველოში, თუ შაბათს საღამოს ბრძოლას მოიგებ? არ ვიცი, როგორც ყოველთვის ძალიან გაუხარდებათ. ილია, გამარჯობა ჩემპიონო. ჩარლზის დამარცხების და მსუბუქი წონის ქამრის მოგების შემდეგ, როგორ გგონია, UFC-ში ერთწონიან მებრძოლებში ნომერ პირველი გახდები? არ ვიცი. არ მომწონს ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა. მათ რაც არ უნდა გადაწყვიტონ და სადაც არ უნდა დამსვან, სწორედ იქ ვიქნები. და სიმართლე გითხრათ, ეს არც მადარდებს. ილიასთან მაქვს კითხვა. ილია,
შენ ლეგენდების დამარცხებით ხარ ცნობილი. ვთქვათ ჩალსი დაამარცხე. შემდეგი ვინ იქნება? შემდეგი? არ ვიცი, ვინ იქნება შემდეგი დანა? ამას შაბათის შემდეგ გავიგებთ. ნებისმიერი. გისმენთ სერ. ილიასთან მაქვს კითხვა. მისი სპორტში დამსახურებების გათვალისწინებით, ამ ბრძოლაში გამარჯვება თქვენ რეზიუმეში რას ჩაამატებს და რამხელა წულს შეიტანს იმაში, რომ უძლიერესი შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლი გახდეთ. ასეთ მებრძოლად ყოფნა ყოველთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ხომ ხვდებით, რასაც გულისხმობ? ის სპორტის ლეგენდა ასე, რომ ჩემი პროფესიონალური კარიერისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ასე რომ ყველანაირი პატივისცემის და მიუხედავად ბოდიში, მაგრამ მხოლოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. და კითხვა მაქვს ჩარლსთანაც. იმ პატივისცემის და ხალხის გულშემატკივრობის გათვალისწინებით, რომელიც ილიას გააჩნია და იმ პოტენციალით, რომ ამ ბრძოლის მოგების შემდეგ შეიძლება UFC-ს მეფე გახდეს. მაინტერესებს, თქვენი მემკვიდრეობისთვის მასზე მოგება რამხელა კვალს დატოვებს, უზარმაზარს. მემკვიდრეობაზევე შენდება არა მხოლოდ შენთვის, ჩემთვის, ყველაფრისთვის. ილიას მოგზაურობას და თავგადასავალს ვაფასებ. იმასაც გეტყვით, რომ შაბათ საღამოს დიდებულ ბრძოლას გაჩვენებთ ასე, რომ ელოდეთ. გისმენთ? კითხვა ილიას. გამარჯობა ილია. ილია, შეგიძლია იმ ადამიანებს, ვინც თავისი მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ და ვინც არ ნებდებიან, მესეჯი გაუგზავნო. და შეგიძლია უთხრა, რომ ესპანეთში რატომ უნდა დაარჩნენ ასეთ დროს შენსაყურებლად? ასეთ ადამიანებს ყოველთვის ვეუბნები, რომ არ დანებდნენ. რადგან ისინი მათი მიზნის დასაცავად ბოლო ხაზზე დგანან. ყველაფერი შენ უნდა გააკეთო, არავის იმედი არ უნდა გქონდეს. ამას შენს ნაცვლად არავინ იზავს და შენი ოცნებები უნდა აახდინო. და რატომ უნდა ეღვიძოთ ასე გვიან ესპანეთში? რადგან ეს დიდებული ბრძოლა იქნება, რასაც თქვენ მოგიძღვნით. როცა ამ მოედანს სტოვებ ხოლმე, მე არ ვფიქრობ იმაზე, რომ ბევრი ფული მიმაქვს სახლში. გამარჯვების შემდეგ მიმაჩნია, რომ იქ ძალიან ბევრი კარგი მოგონება მოვიპოვე. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. მოკლედ ეს დიდებული ბრძოლა იქნება. გისმენთ სერ? კითხვა მაქვს ილია თოფურიასთან. UFC-ს ყოფილი ჩემპიონი მსუბუქ-წონაში, ისლამ მახაჩევი ამ კვირას თქვენს მიმართ ძალიან კრიტიკული იყო. მან ინტერვიუში თქვა, რომ ის აქ ფეხებზე გვკიდია, ასე რომ კითხვა შეინახეთ. კითხვა ილიასთან. ილია, ვიცი, რომ ჩარლზ ოლივერას დიდ პატივს სცემ და ისიც, რომ ისიც ასევე გპასუხობს. მაგრამ ბოლო ჟამს თქვა, რომ მას უფრო დიდი დარტყმის ძალა აქვს. მაინტერესებს ამ ყველაფერზე რა სიტყვი? შეუძლებელია და შაბათ ღამეს ყველას გექნებათ შესაძლებლობა, რომ ეს დაინახოთ. როგორც ვთქვი და ყველას გითხარით, ის იატაკზე გამოიღვიძებს. და კითხვა მაქვს დანასთვის. დანა, იმ შემთხვევაში, თუ ილია თოფურია ჩარლზ ოლივერას დაამარცხებს, ის UFC-ს ახალი სახე გახდება? მისმინეთ, ძალიან ბევრი ვარსკვლავია იქედან გამომდინარე, თუ სად წავალთ და რას გავაკეთებთ. მაგრამ თუ ილია იმას გააკეთებს, რასაც რეალურად ამბობს, რომ გააკეთებს, მაშინ ამ საბრძოლო სპორტში ის ნამდვილად ყველაზე დიდი ვარსკვლავი იქნება. გისმენთ? კითხვა ილიას. როგორ ფიქრობთ, დამატებითი 10 ფუნტი ამ ბრძოლაში დაგეხმარებათ? თუნდაც 10 ფუნტით ნაკლები ვიყო, მასთან მაინც მოვიგებ. ამას ვნახავთ. გისმენთ სერ? გამარჯობა, კითხვა ილიას. ილია, თქვენ სპორტის უდიდეს ლეგენდას ვოლკანოვსკის შეეჯიბრეთ, რა მოხდა? გავიმარჯვე. ასევე კიდევ ერთ ლეგენდას მაქს ჰოლოვეის შეეჯიბრეთ, იქ რა მოხდა? მოვიგე. ახლა კიდევ ერთ ლეგენდას უნდა შეერკინოთ. როგორ ფიქრობთ, რა მოხდება? მოვიგებ. როგორ ფიქრობთ? დაუმარცხებელი დავრჩები. როგორ ფიქრობთ? დანა თქვენზე გაბრაზდება, რადგან ძალიან ბევრი ლეგენდა დაამარცხეთ უკვე. არა, მე არავისი მეშინია, მხოლოდ ღმერთის. მე მეკითხებით გავბრაზდები თუ არა, თუ ის გაიმარჯვებს? მან კი უპასუხა, რომ არავისი ეშინია, გარდა ღმერთისა. ნუ გილოცავ, რადგან ყველა დროის ყველაზე უცნაური კითხვის ტიტული მოიგე. გილოცავ. მადლობა, გისმენთ სერ? კითხვა ჩარლზთან. ჩარლზ ოლივერა, თქვენს წარმოუდგენელ კარიერაზე ფილმს იღებენ. როგორ ფიქრობთ, ილიასთან გამარჯვება ამ ფილმის ფინალი იქნება? არა, ვფიქრობ ეს მეორე ნაწილში იქნება, რადგან ფილმი უკვე თითქმის დასრულებულია. მეორე ნაწილი ამით დაიწყება. კითხვა ილიას. ილია, არსებობენ სუპერვარსკვლავები, როგორც კონორ მაკგრეგორი და რონდა როუზი, რომლებმაც სპორტი წინ წაწიეს. როგორ ფიქრობ, მეორე ქამრის მოგებამ შესაძლებლობას მოგცემს, რომ ეს ყველაფერი უფრო წინ წაწიო? იმედი მაქვს. სწორედ ეს განზრახვა მაქვს. მინდა შემდეგ თაობებს ეს გადავცე. გისმენთ სერ?
კითხვა ჩარლზისთვის. ახამდე ახსენეთ, რომ დაჭრილი ლომიც ლომია. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გამოიარეთ, დამარცხებების, დაბრუნებების, ეჭვების, როგორ ფიქრობთ, ეს ის მომენტია, რომ თქვენში არსებული ლომი თავს აჩვენებს? რა თქმა უნდა, დაჭრილი ლომი მაინც ლომია, მაგრამ მე არ ვარ დაჭრილი. მე 100%-ით მზად ვარ ამისთვის.